ჩვენი მეორე ლექციის მესამე ნაწილი ეხება სალიტერატურო ენას. სალიტერატურო ენას როგორც ენის არსებობის უმაღლეს ფორმას. საერთო სახალხო ენის არსებობის ყველა ფორმა, სალიტერატურო ენა, ტერიტორიული და სოციალური დიალექტები, ხალხური ენა, პროფესიული მეტყველება, ახალგაზრდული არგო და სხვა სოციუმში, ესე იგი ხალხში, ეთნოგრაფიულ ერთობაში, სოციალურ და სოციალურ ასაკობრივ ჯგუფში შეადგენენ სოციუმის ენობრივ ნორმას. ენობრივ ნორმათა ბუნება ერთგვარია როგორც სალიტერატურო ენაში, ასევე დიალექტებსა და არგოში. რამდენადაც მთავარი, რის საფუძველზეც იქმნება ენობრივი ნორმის თავად ფაქტი, ეს არის მოლაპარაკე ადამიანებში ენობრივი იდეალის არსებობა. ამგვარად, სალიტერატურო ენა ეს არის საერთო სახალხო ენის ერთ-ერთი არსებული ნორმა. თან სინამდვილეში იგი არ არის ყოველთვის ყველაზე უფრო გავრცელებული. მაგალითად, შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ლაპარაკობს დიალექტებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სალიტერატურო ენა ეს არის გამაერთიანებელი დიალექტებსა და ფენებზე ზემოთ მდგომი ფორმა საერთო სახალხო ენისა. სალიტერატურო ენის ნორმასა და ენის არასალიტერატურო ვარიანტებს შორის არსებობს რიგი მნიშვნელოვანი განსხვავებებისა. ესენია შემდეგი. მიუხედავად ადგილობრივი დიალექტის ბაზასთან თავისი გენეტიკური კავშირისა, სალიტერატურო ენა წარმოიქმნება როგორც ენის არსებობის პრინციპულად დიალექტებს ზემოთ მდგომი ფორმა. შემდგომ ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით ახალ დროში, სალიტერატურო ენის ხმარების ფუნქციები და ფორმები ფართოვდება, ხოლო ნორმები ხდება უფრო დემოკრატიული. პირველ რიგში იმის წყალობით, რომ ყალიბდება სალიტერატურო ენაზე ზეპირი არაოფიციალური ურთიერთობების საშუალებები, სასაუბრო მეტყველება. თანამედროვე სალიტერატურო ენების ნორმებს ფლობენ ადამიანები, რომელთაც მიღებული აქვთ საშუალო და უმაღლესი განათლება. მაშასადამე, ჩვენს დროში ეს არის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. სკოლისა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების წყალობით, სალიტერატურო ენის ნორმები ვრცელდება სულ უფრო ფართოდ. ამრიგად, თანამედროვე სამყაროში სალიტერატურო ენები წარმოადგენენ საერთო სახალხო ენის არსებობის ძირითად ფორმას, როგორც თავისი სოციალური ფუნქციების მრავალფეროვნებით, ასევე თავისი ადგილითა და მნიშვნელობით ყველა მოლაპარაკის ენობრივ კომუნიკაციებში. მეორე, სალიტერატურო ენის განსაკუთრებული სოციალური მნიშვნელობის გამო, საერთო სახალხო ენის სხვა ფორმებთან შედარებით, რა თქმა უნდა, მისი ნორმები ხასიათდება განსაკუთრებით მაღალი პრესტიჟით საზოგადოებაში. მესამე, სალიტერატურო ენაში მოსაუბრეთა ენობრივი იდეალი, ესე იგი მათი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის სწორი საუბარი, მოდელი ამისი, ყველაზე უფრო მეტად არის გაცნობიერებული საზოგადოების მიერ. საზოგადოება ზრუნავს სალიტერატურო ნორმის გამყარებასა და გავრცელებაზე მოსაუბრეთა მთელ კოლექტივში. ამის გამო ხდება სალიტერატურო ენის ნორმების კოდიფიცირება. ესე იგი, გამოიცემა სპეციალური წიგნები, ლექსიკონები, გრამატიკები, მრავალფეროვანი ცნობარები მეტყველების კულტურასთან დაკავშირებით. სრული აკადემიური ნორმატიული გრამატიკებისა და ლექსიკონების საფუძველზე იწერება მშობლიური ენის სასკოლო სახელმძღვანელოები. წიგნებისა და მასობრივი კომუნიკაციის ტექსტების რედაქტორები მუდმივად ხელმძღვანელობენ, ყოველ შემთხვევაში უნდა ხელმძღვანელობდნენ ენის ნორმატიული აღწერებით. აქედან გამომდინარე, კოდიფიკაცია ხელს უწყობს სალიტერატურო მეტყველების გამტკიცებას მოსაუბრეთა ენობრივ პრაქტიკაში. ნორმის კოდიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ სალიტერატურო ენისთვის და ეს განასხვავებს სალიტერატურო ენას ენის არსებობის სხვა ფორმებისაგან. თუმცა, სალიტერატურო ენაც ყოველთვის შეიძლება არც იყოს კოდიფიცირებული. კონკრეტული სალიტერატურო ენის ისტორიის ადრეულ ეტაპებზე მისი ნორმები, ანუ სწორი სოციუმის მიერ მიღებული ენობრივი საშუალებების რეალიზაციის ვარიანტები, მოცემულია მხოლოდ ტექსტებში, ვინაიდან ლექსიკონები და გრამატიკა
ჯერ კიდევ არ არსებობს, არ არის დაწერილი, ჩვენ ადრეულ ეტაპებზე ვლაპარაკობთ. კოდიფიკაციის შედეგად სალიტერატურო ენის ნორმას აქვს ორმაგი სახე. ჯერ ერთი იგი მოცემულია, პრაქტიკულად რეალიზებულია კლასიკური, სანიმუშო ტექსტების გარკვეულ კორპუსში. მეორე მხრივ, ნორმა ჩაწერილია ეგრეთ წოდებული სწორი სიტყვების, ფორმებისა და კონსტრუქციების, ასევე წესებისა და დახასიათებების სახით, ნორმატიულ გრამატიკებსა და ლექსიკონებში ჩამონათვალის სახით. სინქრონიაში სალიტერატურო ენის ფარგლებში მოცემულია მისი ორი სახესხვაობა. პირველი, უფრო მკაცრი, ჩაწერილი ნორმატიულ გრამატიკებსა და ლექსიკონებში, ეს არის კოდიფიცირებული სალიტერატურო ენა. ხოლო მეორე, არაკოდიფიცირებული სალიტერატურო ენა, ანუ სასაუბრო ენა, გვხვდება ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში. სალიტერატურო ენის ნორმა, განსხვავებით ენის არასალიტერატურო სახეობების ნორმებისგან, ყველაზე მეტად მდგრადია კონკურენტი ნორმების, რაც არის დიალექტური, დიალექტები, ხალხური ენა, არგო, ზემოქმედების წინაშე. დიალექტები უფრო ხშირად ეგუებიან ნასისხობებს სალიტერატურო ენიდან, მაშინ როდესაც სალიტერატურო ენა ბევრად უფრო ძლიერად უწევს წინააღმდეგობას დიალექტების გავლენას. ამასთან ერთად, დროთა განმავლობაში სალიტერატურო ენის შეუღწევადობა დიალექტებისათვის უფრო და უფრო იზრდება. სალიტერატურო ენის ნორმა ბევრად უფრო დაკონკრეტებული და დიფერენცირებულია, ვიდრე ტერიტორიული და სოციალური დიალექტების ნორმები. ამგვარად, სალიტერატურო ენა ეს არის არა მხოლოდ ყველაზე პრესტიჟული, არამედ ასევე მაქსიმალურად მოხერხებული ვარიანტი საყოველთაო სახალხო ენისა. იგი მიაწოდებს მოსაუბრეებს ყველაზე უფრო საიმედო, ვინაიდან ისინი არის მდგრადი და ფართო გავრცელებული და მრავალფეროვან საშუალებებს თავიანთი აზრის გამოსახატად. სალიტერატურო ენების ტიპოლოგიური განსხვავებები. ლინგვისტური ტიპოლოგია შეისწავლის ენათა მსგავსებებსა და განსხვავებებს, მათი წარმოშობისა და ერთმანეთზე განხორციელებული გავლენისაგან დამოუკიდებლად. სხვადასხვა ენის ცალკეული დონეების სტრუქტურებში არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების კვლევამ შესაძლებელი გახადა ჩამოყალიბებულიყო მრავალგვარი ტიპოლოგიური კლასიფიკაციები. არსებობს ენათა მორფოლოგიური ტიპოლოგია, სინტაქსური ტიპოლოგია, ფონოლოგიური სისტემებისა და ბგერითი ჯაჭვების ტიპოლოგიები, ლექსიკური ტიპოლოგია. სალიტერატურო ენათა ტიპოლოგია წარმოადგენს ენათა ფუნქციონალური, სოციოლინგვისტური ტიპოლოგიის ნაწილს. განსხვავებებით ცალკეულ სალიტერატურო ენათა შორის შეიძლება მდგომარეობდეს მათი ფუნქციონირების რიგ თავისებურებებში. განსხვავებები სოციალურ ფუნქციებში. თითოეული სალიტერატურო ენისთვის მნიშვნელოვანია მისი ფუნქციებისა და ხმარების სფეროების მდგომარეობა. ამით განისაზღვრება მათი განსხვავებული ადგილი საზოგადოების ცხოვრებაში. არსებობს სალიტერატურო ენები ფუნქციათა და ხმარების სფეროების მაქსიმალურად მრავალფეროვანი შემადგენლობით. ყოველდღიური საყოფაცხოვრებელ ზეპირი კომუნიკაციიდან დაწყებული საერთაშორისო და სახელმწიფოთა შორის კომუნიკაციამდე. ასეთია მაგალითად ფრანგული, ინგლისური, გერმანული, ესპანური ენები. ცნობილია სალიტერატურო ენები, რომლებიც იხმარება უმეტესწილად წერილობით ფორმაში და ზეპირ ოფიციალურ კომუნიკაციებში, მაგალითად სალიტერატურო არაბული ენა. ზეპირი ყოველდღიური საყოფაცხოვრება საუბარი ასეთ ენაზე შეუძლებელია, ხოლო ის მეტყველება, რომელიც გამოიყენება მოსაუბრეების მიერ ყოველდღიურ არაოფიციალურ ურთიერთობებში, არ ითვლება სწორად. ეს არის ეგრეთ წოდებული დიგლოსიური ენობრივი სიტუაციები. არის სალიტერატურო ენები, რომლებიც გამოირიცხება სწორედ ურთიერთობის ყველაზე უფრო ოფიციალური სფეროებიდან. მაგალითად რომ ავიღოთ, ლუქსემბურგში სალიტერატურო ლუქსემბურგული ენა იხმარება ყოველდღიურ ურთიერთობებში, საშუალო სკოლაში, მასობრივ კომუნიკაციაში, მხატვრულ ლიტერატურაში, თუმცა ხელისუფლების ორგანოთა ოფიციალურ ენად მიჩნეული არის ფრანგული ენა, ხოლო ეკლესიაში ღვთისმსახურებისას წირვის დროს პირველი ადგილი უკავია გერმანულ ენას. თვითონ ლუქსემბურგული სხვათა შორის არის გერმანიკული ჯგუფის ენა.
სალიტერატურო ენის ნაციონალურ ისტორიული თავისებურება არსებითად არის დამოკიდებული სალიტერატურო ენისა და ენის არსებობის არასალიტერატურო ფორმებს შორის ურთიერთკავშირზე. ესენია ტერიტორიული და სოციალური დიალექტები, სლენგი, ხალხური ენა. არსებობს სალიტერატურო ენები, რომლებიც არასალიტერატურო ფორმებისაგან ფრიად შეუღწევადი ბარიერით არის გამოყოფილი და პირიქით. არსებობს ენები, სადაც საზღვარი სალიტერატურო და არასალიტერატურო ფორმებს შორის მოძრავია და მუდმივად ირღვევა. ისეთ ენაში, როგორიც მაგალითად ფრანგულია, სალიტერატურო ენა და არასალიტერატურო ფორმები მკვეთრად არის დაშორებული ერთმანეთისგან და ამ დისტანციის გადალახვა საკმაოდ რთულია. ეხლა სალიტერატურო ენების თავისებურებათა ეროვნულ-ისტორიული საფუძვლები. კონკრეტული სალიტერატურო ენების მახასიათებლებში განსხვავებები განპირობებულია გარკვეული მიზეზებით, რა თქმა უნდა. ცხადია, რომ ეს განსხვავებები არ არის დამოკიდებული ენათა გენეალოგიური სიახლოვის ხარისხზე. ასე მაგალითად, ძალიან ახლო მონათესავე ენები შეიძლება იყვნენ ძალიან განსხვავებულები თავიანთი სტილისტიკური სისტემების ტიპოლოგიურ თავისებურებათა მიხედვით. მაგალითად, რუსული და ბელორუსული ენები, ჩეხური და სლოვაკური. მეორე მხრივ, გენეალოგიურად ერთმანეთისაგან შორს მდგომი ენები შეიძლება საკმაოდ დიდ მსგავსებას ამჟღავნებდნენ სალიტერატურო ენების ტიპოლოგიის მხრივ, მაგალითად, ფრანგული და რუსული სალიტერატურო ენები. სალიტერატურო ენის ნორმა ეს არის ეროვნული, ნაციონალური და ისტორიული მოვლენა. სწორედ ხალხის კულტურისა და ისტორიის თვითმყოფადობაში უნდა ვეძიოთ ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მათი სალიტერატურო ენის სპეციფიურობას. ამასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ენიჭება იმ ისტორიულ პირობებს, რომლებშიც ადგილი ჰქონდა ეროვნული სალიტერატურო ენის ფორმირებას. სალიტერატურო ენათა ტიპოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია ცნების თანამედროვე სალიტერატურო ენა ქრონოლოგიური საზღვრები. სხვადასხვა ეროვნულ ენაში ენის ისტორიის იმ ბოლო ეტაპის ხანგრძლივობა, რომელიც მოცემულ ეპოქაში ენის მატარებელთა მიერ აღიქმება როგორც თანამედროვე, შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვაგვარი. ენაზე მოლაპარაკეთა დამოკიდებულება ენის ისტორიის გარკვეული დიაქრონული ეტაპის მიმართ, როგორც თანამედროვესადმი, ესე რომ ესაც ამას აღიქვამენ ისინი როგორც თანამედროვეს, ან პირიქით, როგორც ძველისადმი, გუშინდელი დღის ენისადმი, ვლინდება თანამედროვე ეროვნული კოლექტივის მიერ განსაზღვრულ ქრონოლოგიურ საზღვრებში კითხვადი სამამულო ლიტერატურის მიხედვით. აღნიშნული საზღვრები ძირითადად თანხვდება ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსთა შემოქმედებას, რომელთა მხატვრულ პრაქტიკაშიც მოხდა ეროვნული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება. ასე მაგალითად, თანამედროვე იტალიური სალიტერატურო ენის ძირითადი ნიშნები ყალიბდება მე-13-მე-14 საუკუნეებში ისეთი დიდი ფლორენციელების შემოქმედებაში, როგორებიც არიან დანტე, პეტრარკა, ბოკაჩო. თანამედროვე სალიტერატურო ფრანგული ენის საწყისები თარიღდება მე-17 საუკუნით კორნელის, მოლიერის, რასინის დრამატურგიაში. ჩამოყალიბებული სალიტერატურო ენის შემდგომი ისტორია იმაში მდგომარეობს, რომ თანდათან გადალახული ხდება არაფუნქციონალური ვარირება, ღრმავდება ენობრივ საშუალებათა სტილისტური და სემანტიკური დიფერენციაცია. ამის შედეგად ყალიბდება სალიტერატურო ენის შინაგანი ფუნქციონალურ-სტილისტური სტრუქტურა, რაც აძლიერებს მის გამოყოფას ენის არსებობის არასალიტერატურო ფორმებისაგან. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნორმათა ტიპოლოგიისათვის, თუ რამდენ 100 წლეულს ან 10 წლეულს ითვლის თანამედროვე სალიტერატურო ენა.